Დაბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად ჩვენთან სტუდიაში იმყოფება წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა გუნია. დაგლოცეთ მამაო. მართლა დაგლოცეთ. ძალიან მნიშვნელოვან საკითხს საუბრობთ მამაო დღეს, ეს არის დაუჯდომელის კითხვა. პირველი შეკითხვა ასეთია, ამჟამად ვიმყოფებით დიდმარხვაში და თუ იკითხება დიდმარხვაში დაუჯდომელი. დიახ. პრეს სკოლის აღნიშნავ რომ გუშინ დედაენის დღე იყო და ყველა სულუცა ყოველ ქართველს ამ დღეს გავიხსენებ წმინდა ილია მართლის საოცარ შეგონებას სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა პაპათაგან და ჩამოთვლის მამული ენა და სარწმუნოება და ენა იმიტომაც არის საუნჯე რომ არის ადამიანის ღმერთთან სასაუბრო ენა დაუჯდომელი სწორედ ეს გახლავთ ასე იგი ჰიმნოგრაფიის ერთ-ერთი საოცარი ნიმუში და დაუჯდომელი ღვთისმშობლის დაუჯდომელი დიდ მარხვის მეხუთე შვიდეულის შაბათს იკითხება ყოველთვის. დაუჯდომელი სიტყვა წარმოდგება ბერძნული სიტყვისაგან აკათისტო, რაც პირდაპირ ნიშნავს ესე იგი ლოცვის წაკითხვას ფეხზე მდგომარი, ანუ ასეთი ლოცვის დროს არ ჩდებიან. პირველი დაუჯდომელი ბერძნულ ენაზე დაიწერა და იგი სადღაც მე-6-მე-7 საუკუნეებს მიეწერება, მაგრამ ესე იგი მკვლევარები ამბობენ, რომ არაოგვიანეს 626 წლისა იყო დაწერილი. და ეს დაუჯდომელი მიემართებოდა ყველა წმინდა ღვთისმშობელს. და ყოველი დაუჯდომელი, რომელიც შემდეგ იქნა დაწერილი, ყველა წმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომლის მსგავს თარგზე იქნა ესე იგი დაწერილი. როგორც წესი დაუჯდომელი შეიძლება 24 სადიდებელი მუხლისაგან, აქედან 12 კონდაკია და 12 იკოსი. დასაწყისში არის ცნობილი კონდაკი ზესდა ბრძოლისა ჩემისათვის და აქედან გამომდინარე შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სულ 25 მუხლია. კონდაკი ეს არის მცირე ზომის სადიდებელი საგალობელი და იკოსი კი უფრო განვრცობილი. ყოველი იკოსი მთავრდება ესე იგი ხოტბით გიხაროდენ და შემდეგ გრძელდება სხვადასხვა ესე იგი სიტყვებით და კონდაკი კი მთავრდება ალელუიათ. ისე რომ ყველა წმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი იკითხება დიდ-შაბათს, აი დღეს აღამოს დაიწყება ლოცვა ცისკრის ჟამნი, იქ წაიკითხება ყველა წმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი და მე მოუწოდებ ყველა მორწმუნეს თუ ოდნავი შესაძლებლობა მაინც აქვს დაესწროს ამ საოცარ მსახურებას და განიმსჭვალოს ყველა წმინდა ღვთისმშობლის სადიდებლის საკებარი სიტყვებით. მამბიძე, რატომ იკითხება მაინდ დაუშვათ დღეს და ხვალ ტაძარში ეს რასთან დაკავშირებით? რა შესაქმე იცით, რომ ეს არის განსაკუთრებული სახე ყველა წმინდა ღვთისმშობლის განიდებისა. ყველა წმინდა ღვთისმშობელი არის ერთადერთი ასე იგი არ საუბრობ მე ღმერთზე, ვისაც ჩვენ ვევედრებით ცხონებას, მაგალითად ყველა მეთის ეს დილოცვა, ყველა წმინდა ღვთისმშობელო შევეწიენ და გვაცხონენ ჩვენ. როცა ჩვენ ვევედრებით მთავარ ანგელოზს, ან დაუშვათ წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზს შევეწენა გვაცხონეს, ვერ ვეუნებ. არ ამიტომ მისი განსაკუთრებული ესე იგი ნიშნულობის გამო და ის არის უდიდესი მეოხი თითოეული მორწმუნისა წინაშე ღვთისა და შაბათი დღე ზოგადად უკავშირდება ყველა წმინდა ღვთისმშობლის ხსენებას ზოგადად. თუმცა ნებისმიერი დღე ჩვენ ვერ ვნახავთ მსახურებას, სადაც ჩართული არ იყოს აწდას სახით ყველა წმინდა ღვთისმშობლის სავედრებელი ან სადიდებელი, ასე რომ სწორედ დიდი მარხვის მეხუთე შვიდეულის შაბათს განაშინა წმინდა ეკლესია მართლი გალობა. მამბიძე, როგორ ბრძანა თქვენ თავდაპირველად დაიწერა ღვთისმშობლის მიმართ და შემდგომ ალბათ არ არსებობდა წმინდანების დაუჯდომელის ეს რაღაც განსაკუთრებული ფორმა არ იყოს ვედრების. მთელი წლის განმავლობაში ეს იქნება მარხვა თუ სხვა დღეები. თუ არის დღე, როცა დაუშვათ დაუჯდომელის კითხვა საერთოდ არ შეიძლება, არ იქნება, არ აქვს მნიშვნელობა ღვთისმშობლის მიმართ იქნება თუ დაუშვათ სხვა წმინდანის მიმართ. უპირველეს ყოვლისა უნდა გავავლოთ წყალგამყოფი. ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათს აკითხულ ესე იგი ამ აკათისტოსა და თითოეული მორწმუნის მიერ ცალკე დაუშვათ თუ ეს მონაზონია კელიაში აღსრულებულ ან სახში საკითხულდია. საქმე მაშინ გახლავთ რომ წელიწადში მხოლოდ ერთხელ იკითხება დაუჯდომელი
მსახურებებზე, საზოგადო მსახურებაზე. ეს არის როგორც აღნიშნეთ დიდი მარხვის მეხუთეშვიდეული შაბათი. და რაც შეეხება კერძო განჩინებას და ეს უკვე დამოკიდებულია თითოეული მორწმუნის წარმატების ხარისხზე. ახალ დამწყებს დაუჯდომელის კურთხევას კითხვის არავინ აძლევს. თუ მან გაიარა გარკვეული, ესე იგი, წლები და წარემატა დილას აღამოს ლოცვების აღსრულებაში, შვიდგზის ლოცვების აღსრულებაში, აღსარება იქნება თუ წირვალზე სიარული, მე ფსალმუნთა ჯგუფშიც წარმატებული, ესე ვთქვათ და ლოცვისად მიიჩენს განსაკუთრებულ, ესე იგი, პატივისცემას და განსაკუთრებულ სიბეჯითეს, ასე შემთხვევაში მოძღვარი განუჩინებს მას დაუჯდომლის კითხვას. ეს შეიძლება იყოს ასეთი კურთხევა, რომ წაიკითხოს კვირაში ერთ დღეს, დავუშვათ ორშაბათს, ან წაიკითხოს კვირაში 3 დღეს და თუ ის უფრო წარმატებულია, შეიძლება ყოველდღიურადაც განჩინოს. ეს არის პირადი განჩინება. რაც შეეხება დაუჯდომელი, რომელიც ეკითხება, ესე იგი, ტაძარში უკვე ამ შაბათ დღეს, იგი სტრუქტურულად იგივეა, ოღონდ მისი აღსრულების ესე იგი, თანამედროვე განსხვავებული ცისკრის ჟამში არის ჩართული. ხო, დაუჯდომლის გარკვეულ, ესე იგი, მოხლების შემდეგ იქ საცისკრო კანონებიც იკითხება, სხვადასხვა კერექსები აღსრულება და უფრო ესე იგი, საზემო ხასიათს ატარებს. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამ დღეს დასწრება. ერთ კითხვას გავცემ ასევე პასუხს. ხშირად ჩვენ გვეკითხებიან, რომ იკითხება თუ არა დაუჯდომელი დიდმარხვაში. საქმე ის გახლავთ, თუ ეს ეხება კონკრეტულად ამა თუ იმ პიროვნების მიერ მოძღვრის კურთხევის აღსრულებას, ეს ისევ მოძღვარზეა დამოკიდებული. განმარტებას ამის შესახებ, ესე იგი, ასეც გავაკეთებთ, თუ პიროვნება დიდი მარხვის ყოველდღიურ მსახურებაში ინტენსიურად არის ჩართული, ასეთ შემთხვევაში მას ურჩევენ, შემთხვევაში მოძღვარი დაუჯდომას არ აკითხებს და რატო? დიდ მარხვის ადაკ დღეებს აქ განსაკუთრებული ხანგრძლივი, ესე იგი, სალოცავები. მაგალითად, ცისკრის ჟამზე დამატებით კითხულობთ, ჩართული არის 3 კანონი დავითნიდან. პირველ ჟამზე, მესამე, მეექვსე, მეცხრე ჟამზე თითო კანონია ჩართული. ანუ სულ ცოტა 7 კანონი ემატება. ამას თუ დავუმატებთ თვითონ დიდი მარხვის საკითხავების ხანგრძლივობას, აღმოჩნდება, რომ დავუშვათ დილას დაწყებული მსახურება შეიძლება დასრულდეს 4-5 საათზე, ასეც ხდება ხოლმე. უბრალოდ ადამიანის დასვენების და სხვა საქმის აღსრულების დრო აღარ რჩება, რომ დაუჯდომელს სჭირდება საკმაოდ, ესე იგი, გულის ყურით წაკითხვა და მხოლოდ აქედან გამომდინარე. ასე რომ დიდ მარხვაში თუ პიროვნება ყოველდღიურ მსახურებაში ინტენსიურად არის ჩართული, მას, ესე იგი, ისედაც დიდი დატვირთვა აქვს ლოცვითი ღვაწლისა, ასე შემთხვევაში მოძღვარი მას როგორც წესი, ესე იგი, ეუბნება, რომ არ წაიკითხოს, დაუჯდომელად ვერ მოასწრებს ამას ყველაფერს, იმიტომ რომ დილას აღამოს ლოცვებს ვერაფერი ვერ შესრულის, შვიდგზის ლოცვები არ შეიცვლება, ვერც ფსალმუნები შეიცვლება, კანონები იკითხება და საღა არის დრო ამის. მაგრამ თუ პიროვნება მხოლოდ შაბათკვირას დადის და მისთვის ეს ყოველდღიური მსახურების ჩართულობა არ ხდება, ასე შემთხვევაში აკრძალვა არ არსებობს. არა, რა თქმა უნდა. საეკლესიო მსახურებაში, აი ეს თელი 365 დღის განმავლობაში, მხოლოდ ერთი დღე იკითხება საეკლესიო განჩინებით მსახურებაში დაუჯდომელი. მამა, აი ბევრი არის უძლურებაში მყოფი, რომელსაც სურს რომ დაუჯდომელი იკითხოს, მაგრამ აი შეიძლება ფეხზე ვერ დგებოდეს და ამას განიცდის. ძალიან ბევრისგან მომისმენია და ხშირად დაუსვამთ ეს შეკითხვა. რა უნდა ქნას, როდესაც პირველი ნიშანი დაუჯდომელის ის არის, რომ ფეხზე მდგომმა უნდა წაიკითხოს მნიშვნელოვანი ლოცვა. ვისაც არ შეუძლია, რას ურჩევდით და როგორ დაამშვიდებდით? მოდით აქედან დავიწყოთ, რომ თუ პიროვნება კითხულობს დაუჯდომელს, ის ნიშნავს, რომ ის ლოცვაში გარკვეულ წარმატებული არის, მას ესე იგი, ერთ წუთას ვერ დაუშვებ, მე იმას რომ თვითნებურად კითხულობს ამას. ანუ მას ლოცვა კურთხევა აქვს მოძღვრისგან მიღებული და იგი ასრულებს დაუჯდომელს, ამა თუ იმ დაუჯდომელს. ესე იგი, ერთ შემთხვევას მოვიყვან. ერთ-ერთ ტაძარში ქალბატონმა მკითხა, შეეძლო მას თუ არა ეს იყო, ესე იგი, ამაღლების ეკლესია, კვაცრავად წმინდა ნიკოლოზის ეკლესია და წმინდა ნიკოლოზის დაუჯდომელი წაიკითხა. მე მას არ ვიცოდი და ვკითხე, რომ თქვენ მოძღვარს თუ დაეკითხეთ მეთქი ამის შესახებ, გაქვთ ამის კურთხევა და აუცილებელია ვკითხო?
მე რამდენიმე დაუჯდომელს კითხულობ. უბრალოდ დავინტერესდა ვკითხე, დილას აღამოს ლოცვებს თუ კითხულობთ მეთქი და არა ვიცით დრო არ მჩებაო, რომ დილას აღამოს ლოცვები წავიკითხო და შვიდგის ლოცვებს მეთქი არა. მაშინ მე ურჩიე რომ გასაუბრებდა მოძღვარს, იმიტომ რომ თუ პიროვნება დილას აღამოს ლოცვებს არ კითხულობს და შვიდგის ლოცვებს არ კითხულობს, ანუ ძირითადი რაც არის და დაუჯდომლებზე გადავიდა და მოძღვრის კუთხეების გარეშე, ну, რბილად რო ვთქვა, ცოტა ხილფში არის, ასე რომ ჯობია რომ მოვწესრიგდეთ ამ თვალსაზრისით და რაც შეეხება თქვენ კითხვას, თუ მას მოძღვრისგან აქვს კურთხევა, ის ნიშნავს, რომ გარკვეული რაღაც დროს დაშვებები არის. ხო, დაშვებებია, დაავა და ან დაუზურდა, რა თქმა უნდა, ასე დროს ამ პიროვნებას ხო, აქვს საშუალება, აი, საწოლში შეიძლება წამოჯდეს, ხანდახან ამის საშუალებას არის და წოლი არ ეკითხულობს. შეიძლება სხვა მოწაუყოს. დიახ, რა თქმა უნდა, ასე რომ ასეთი რამ ხდება და რა თქმა უნდა ეს უნდა მოხდეს მოძღვართან შეთანხმებით, უნდა მოძღვარი უნდა იცოდეს სულიერი შვილი რას კითხულობს, რა ინტენსივობით და სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე. ამბიძინა, ჩვენ ვიცით რომ ნების შვიდეულში და ბრწყინვალე შვიდეულში იცვლება მსახურება, მაშინ იცვლება ტიპიკონი საკითხავები. აი ამ დროს თუ შეიძლება დავუშვათ დაუჯდომელის კითხვა. ნების შვიდეულში და განსაკუთრებით ბრწყინვალე შვიდეულში. დიახ, ეცეთ რა შესაქმე. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ადამიანის თვისახურებაში ჩართულობის ხარისხის დაუჯდომელი მთელი წლის განმავლობაში შეიძლება იქნეს საკითხული. მე გულისხმობ არა საეკლესიო მსახურებაში დავუშვათ მოსვლას და იქ არამედ ეს არის კერძო განჩინება. ეს იგივეა მაგალითად რომ შეიძლება თუ არა ფსალმუთა კითხვა, აი არის ესეთი მომენტი რომ ბრწყინვალე შვიდეულში ფსალმუნებს ჩვენ არ ვკითხულობთ, მაგრამ არის კერძო განჩინება, ზოგადად თუ ეს ეხება გარდაცვლილ მიცვალებულს, რა თქმა უნდა წაიკითხოს, თუ ეს მონაზვნური ცხოვრების ის არის, რა თქმა უნდა წაიკითხოს, უბრალოდ ფსალმუნი არ იკითხება საზოგადო მსახურებაზე. აქედან გამომდინარე, ბრწყინვალე შვიდეულში შეიძლება ერთი კვირა არ იქნეს წაკითხული, იმიტომ რომ პასექის ჟამი იკითხება, სხვა ლოცვები იკითხება და შემდეგ. თუმცა ასეთი კატეგორიული აკრძალვა ამ ფსალმუნთა კითხვის მთელი წლის განმავლობაში. ან დაუჯდომლის კითხვის მთელი წლის განმავლობაში ასეთი რამ არ არის. და ნებისმიერი ლოცვა არ არის აკრძალული, რა თქვენ აღნიშნეთ, გამომდინარე მოძღვრის კურთხევით და მისი სულიერი მდგომარეობიდან. მოდი დავაზუსტოთ მაინც რომ შეცდომაში არ შევიდეს სმენელი, მაგალითად ღირსარსი ბრწყინვალე შვიდეულში და იმ პერიოდში იცვლება ანგელოზი ღაღადების ლოცვი. მაგალითად მეუფეოზეცათაო სულთმოფენობამდე აღდგომიდან სულთმოფენო არის. ამას თავისი ის აქვს, რა ქვია. რა მითითებული ყველა ლოცვის ტექსტში შესაბამისი. ეს გასაგებია და ჩვენ კონკრეტულად ახან ფსალმუნზე და დაუჯდომელზე საუბრობთ, ამაზე ვთქვი და ყველაზე სწორი იქნება რომ თითოეული ესე იგი მორწმუნე დაეკითხოს თავის სულიერ მოძღვარს თუ როგორ მოიქცეს კონკრეტულ შემთხვევაში. მამაო, მაინც ცოტა მცირე დრო გრჩება და იქნება ამაზეც გავცეთ პასუხი. რატომ ქვია ამ ლოცვებს დაუჯდომელი? ხშირად ჩვენ ხშირად ვიყენებთ სიტყვებს, ხშირად ვამბობთ და ვამტკიცებთ რაღაცას, მაგრამ მისი საფუძვლიანი შინაარსის შესაძლოა არ გვესმოდეს და არ ვიცოდეთ. რატომ ქვია ამ ლოცვებს დაუჯდომელი? აი რა სიმბოლური დატვირთვა აქვს იმასაც, რომ ეს ლოცვა ფეხზე მდგომა უნდა წავიკითხოთ და მნიშვნელობა, აი რა არის ამ ლოცვებში? აი ვახსენეთ, არის ღვთისმშობლის წმინდა ნიკოლოზის და თითქმის ყველა დიდი წმინდანის. რა ლოცვებია ესენი? შინაარსი. მოდით თავიდან აღვნიშნავ იმას, რომ არის ლოცვები ჯდომარე, ასე ქვია მას, ჯდომარე ლოცვები, რის დროსაც მორწმუნე ერს შესაძლებლობა აქვს დაამჯდარმა ტაძარში, თუ ამ შესაძლებლობა არის, რა თქმა უნდა, მოისმინოს ლოცვები. და არის ეს, რაზეც ჩვენ საუბრობთ, დაუჯდომელი, ესე იგი ბერძნული სიტყვა აკათისტო, ეს უარყოფითი ნაწილაკია და დანარჩენი ნაწილი კი ესე იგი ნიშნავს ფეხზე დგომარეს. ანუ ფეხზე დგომა, ესე იგი ჯდომას პროსტო და ფეხზე დგომა არ შეიძლება. ანუ უკაცრავად ჯდომა არ შეიძლება. და თვითონ შინაარსი არის საქებქებითი, აი კონდა მაგალითად ერთ-ერთ ესე იგი იკოს წავიკითხავ. ანგელოზი წინამდგომის ზეცით მოევლინა რქუმად ღვთისმშობელისად გიხაროდენ და უსხეულოითა სიტყვითა სხეულოვან ქმნილისა შენი მხილველი უფალო გაანკვირდა და დგა ხმობელი ესევით ართა გიხაროდენ რომლისა მიერ სიხარული გამობრწყინდების გიხაროდენ რომლისა მიერ წყევაი მოიკლების გიხაროდენ დაცემულისა ადამიანისა აღმოწოდებაი და ასე შემდეგ. ესე იგი
ეს არის ჰიმნი სადიდებელი და როგორც თავშივე აღვნიშნეთ, ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული პატივცემის ნიშნად ეს ასეთი ლოცვები ფეხზე მდგარმა უნდა ავასრულოთ ჩვენ. და ასევე ის კონდაკი, რომელიც აღსანიშნავად მაგალითად ერთ-ერთი ბოლო კონდაკი 24, რომელიც იკითხება ღვთისმშობლის დაუჯდომელზე, ჰოი ყოვლად საგალობელო დედაო, მშობელო ყოველთა წმინდათა უწმინდესისა სიტყვისაო, მიმთვალელმა აწინდელისაამის ზღნისამან ყოვლისა განსასწელისაგან იხსენ ყოველნი და მერმისა სატანჯველისაგან გამოიხსნენ ღაღადებელნი ესრეთ ალილუია. რისი დამატება მსურს ისიც დაუჯდომლის კითხვა და ნებისმიერი ლოცვის კითხვა აქტუალურია და აქტუალურია იმ ადამიანთათვის, ვინც მარადიულობისთვის ემზადება. თუ ჩვენ ოდენ ყოფით პრობლემებს ვართ გადაგებული და ლოცვას იმ მიზნით კითხულობ, რომ ოჯახში სიტუაცია იყოს დალაგებული, რომ წარმატებული იყოს სწავლაში ადამიანი, რომ მას არ ემატოს იერარქიულ საფეხურზე სვლა, ეს იქნება რაღაც მომხმარებლური დამოკიდებულება, ხო. მაგალითად, ერთ საინტერესო ფაქტს გავიხსენ, როდესაც ეროვნული გამოცდები იწყება, უწმინდესთან, წმინდა საამბაში მოდის ათასობით ადამიანი, ეს რა თქმა უნდა მე მახარებს, ძალიან კარგია და იღებენ ლოცვა კურთხევას და ესეც ძალიან კარგია და დაულოცვას. მაგრამ დავუშვათ მომდევნო კვირას ის ათასობით ადამიანი აღარ ჩანს, ხო. ანუ რის თქმა უნდა იცით რაცა გვჭირდება, მაშინ გვახსენდება. როგორ უნდა იქნეს საკითხული ღვთისმშობლის დაუჯდომელი და საერთოდ ნებისმიერი დაუჯდომელი. საერთოდ ურჩევენ რომ იგი დილას იქნეს საკითხული ჩვენ მოვისმინეთ უწმინდესის ქადაგება და შეგონება რომ ადამიანი თუ 12 საათზე ადგა რა უნდა მოასწროს მან. მესმის ახლა შეიძლება ჩაულებრივი მოკვდავი 5:30-ზე ვერ ადგეს, მაგრამ 7-ზე მაინც ხომ დადგეს, ნუ აღარ ვიტყვი ახლა იქეთ და იქეთ და იმიტომ რომ ეს უნდა იქნეს საკითხული ცინცხალ გონებაზე. ეს უნდა იქნეს საკითხული აი მთელი ჩართულობით, მთელი სულისა და გულის ჩადებით ამაში. რათა შედეგი მივიღოთ, რათა გამოვამჟღავნოთ ჩვენ ვედრება და უდიდესი კლდემა და უდიდესი პატივცემა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი. რათა ანალოგიურად შესაბამისად მივიღოთ ჩვენ შეწევნა ღვთისაგან და ჩვენ თქვენ იცით არის ესეთი ხატი 7-სიანი ღვთისმშობელი. ეს თითოეული ის არის ადამიანის თითო მომაკვდინებელი ცოდვა და იგი დარდობს და ტირის ამის გამო. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ღვთისმშობელი ყოველთვის ესე იგი ჩვენს გულში იყოს დავანებული და ეს უნდა გამჟღავნდეს ჩვენს გულისხმერ ლოცვაში. ამიტომ ყველას ურჩევდი, რომ ხო ყველას ურჩევდი რას დღეს დაესწროს ღვთისმშობლის დაუჯდომლის ლოცვას და განიმსჭვალოს იმ საოცარი სიტყვებით და იმ თებითი დიდებით სიტყვებით, რათა მადლი დაიუნჯოს მან და ასევე ყველა ლოცვა, რომელსაც ის კითხულობს, ეს იქნება დილის ლოცვა. საერთოდ ლოცვა უნდა იქნეს საკითხული ხმამაღლა, რომ გარდა თვალებისა ჩართულია სმენაც და აქ უნდა იყოს ლოცვა ესე იგი, როგორც ეს ხატულად არ უნდა იყოს საკითხული, არამედ გარკვეული ეკლესიური წყობით, წართქმით, რათა ლოცვამ ჩვენ მიწაზე არ დაგვაბრუნოს, არამედ ზეცისკენ აღაპყროს ჩვენი გული და გონება. უღრმესი მადლობა ბიძინა, შეგახსენებთ გვესაუბრებოდა წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა გუნია.